მოგესალმებით. დღეს ჩემი მორიგი გადაცემა გახლავთ. მე ფსიქოლოგი ლიკა ვებურიძე ვარ, საავტორო გადაცემით ფსიქოლოგი ლიკა ვებურიძის საავტორო გადაცემაში სიყვარულის მარგალიტებში მყავს ერთი ძალიან საყვარელი ქალბატონი, მორიგი, მოწვეული, რომელიც სიყვარულს და სითბოს ავლენს all საზოგადოების მიმართ. პირველ რიგში მე გეტყვით, რომ ქალბატონი ინგა ბერიკაშვილი არის თქვენს წინაშე წარმოდგენილი და სანამ მის შესახებ ცოტას ვისაუბრებთ, მანამდე გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენთაგანისთვის, ყოველი ფსიქოლოგისთვის, ყოველი იურისტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი თქვენთაგანის ცხოვრება, ყოველი თქვენთაგანის ღიმილები, მოახლოებული ახალი წლისთვის დამარაგებული ემოციები და ჩვენ დღეს კიდევ ვისაუბრებთ და ბევრჯერ ვისაუბრებთ ემოციურ რეგულაციებზე, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი და აუცილებელია დღეს როგორც არასდროს. ამიტომ მე წარმოგიდგენთ ქალბატონ ინგა ბერიკაშვილს, რომელიც გახლავთ 2003 წლიდან ადვოკატი, მოგესალმებით ქალბატონო ინგა, უფლებათა დამცველი, ანუ უფლებადამცველი მეორენაირად რო ვთქვათ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიგრაციის კომიტეტის წევრი, საერთაშორისო ლიცენზიის მფლობელი და სხვადასხვა რეგალიების მფლობელი. ძალიან თავდაბალი, ძალიან საყვარელი ქალბატონია და დღეს მე ვისაუბრები ქალბატონ ინგას როგორც ადამიანს, პიროვნებას, იურისტს და ვისაუბრებ ფსიქოლოგი და იურისტი დღევანდელ ჩვენს ცხოვრებაზე და მდგომარეობაზე. მე როგორც ხვდებით, ჩემი გადაცემიდან გამომდინარე სიყვარულის მარგალიტები, უკაცრავად სიყვარულის მარტარებლები ქვია ქალბატონო ინგა, საზოგადოებამ უკვე იცის და ამიტომ როდესაც ადამიანი სიყვარულს ატარებს გულში, რაც არ უნდა მომხდარიყო და გადარჩა, ეს არის ბებრძოლი ადამიანების სული. ეს არის განსაკუთრებული ადამიანების ცხოვრება და როგორც უფალი იესო ქრისტე იძახის, ხო, არაფერი განსაკუთრებული და გამორჩეული იმაში არ არის, როდესაც შრომობს ადამიანი და ამ შრომის შედეგად სხვადასხვა დიდი თუ პატარა წინააღმდეგობები არის ჩვენს წინაშე. ჩვენი პროფესია მოგეხსენებათ ესეთია, თუ არ დავძლიეთ ეს წინააღმდეგობები და თუ არ შევიყვარეთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან, ისე ვერ შევძლებთ ვერც ფსიქოემოციონალური მდგომარეობის ადამიანების მიმართ მათ დახმარებას, მათ მძიმე ფსიქოემოციონალურ მდგომარეობაში, ისევე ადვოკატის პროფესიის ღირსეულად ტარებას და დაცვას კონკრეტულად ამ ადამიანებისადმი. მე მინდა გითხრათ პატრიცემულო საზოგადოება, რომ ჩემთან მოყვანილი, მობრძანებული სტუმრები არიან არავითარ შემთხვევაში პოლიტიკის რაკურსით, პოლიტიკის ჭრილიდან მე არ ვიხილავ ადამიანებს, იმიტომ რომ ჩემთან მოდიან და მოვლენ პროფესიონალები, რომელთაც უყვართ სამშობლო, რომელთაც უყვართ ადამიანები, საკუთარი პროფესია და არასოდეს არავის გამო. ხშირად ახლობელი ადამიანების, ხშირად ყველაზე ახლობელი კურსელის, ჯგუფელის, მეზობელის, მეგობარის, ოჯახის წევრის, ქვეყნის თუ ასე შემდეგ წკიპურტების მიუხედავად და ფეხის დადების მიუხედავად არასოდეს ასეთი ადამიანები არ ბოროტდებით ხოლმე და ემოციონალური ინტელექტი არის ზუსტად ის, რაც ჩვენს შორის არის ქალბატონო ინგა, რომ გრაზი ის რაც გვაქვს, როგორ დავარეგულიროთ, როგორ არის თქვენთან იურისპრუდენციაში, რა ხდება თქვენთან და მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ცხოვრებაში რაც ხდება, ხო, ეტაპობრივად განვითარების სხვადასხვა ეტაპებია, მე მაინც მინდა გკითხოთ თქვენ, როგორც იურისტ, რატომ გარბია ნამდვილი ადამიანები და სად მიდიან ეს ჩვენი საყვარელი ადამიანები, რა არა გვაქვს, როგორც ადვოკატს გეკითხებით მე თქვენ. იცით რა არის, რაღაც პერიოდი მეც გადავწყვიტე ქვეყნიდან წასვლა. ну რატო გარბის ეს მარტო ჩვენი ქვეყნიდან არ გარბიან, იმიტომ რომ მე მაგალითად ვიცი რომ შეერთებული შტატებიდან კანადაში მიდიან. კი ბატონო, ანუ მიგრაცია მარტო ხო, მარტო ჩვენი ის არ არის. მიგრაცია რა ვიცი, ალბათ
ალბათ საკუთარ ქვეყანაში როცა ვერ იმკვიდრებ თავს, ნუ არა აქ მიზეზებს ადამიანი თავს. ნუ ზოგჯერ არის რომ შენი ბრალია და ზოგჯერ არის რომ გარემოება გაიძულებს. ანუ სხვადასხვა მიზეზებია არის, იცით? მე მაინც მგონია რომ ჩვენი ბრალია. აი ზუსტად ეგ არის ფსიქოლოგიაში, როდესაც თავს იბრალეულებ, ეგ პრობლემა გვაქვს უკვე, როდესაც სულ ვიძახი, ეს ჩემი ბრალია, ის ჩემი ბრალია და გამოსავალს არ არა, ობიექტურები უდავიყოთ. მე არ ვიტყვი ახლა ჩემი ბრალიაო, იმ შემთხვევაში, როცა არ არის ჩემი ბრალი, მაგრამ ჩვენი პრობლემა იცით რა არის, რომ ჩვენი ბრალი როა თითხვისკენ ვიშვერთ. აი, სამოქალაქო საზოგადოებას განათლება აკლია, როცა მე ამას ვამბობ წყინის ხალხს და მე ამას ვსაუბრობ ჩემი გადმოსახედიდან. და რა უნდა გავაკეთოთ აი ეს განათლება რომ მიიღოს? იცი პირველ რიგში ყველა მოქალაქემ ჯერ პირველ რიგში საკუთარი უფლებები უნდა ისწავლოს, რაც არ აქვს. აი საბანკო სისტემას ძალიან მოკლედ შევხედეთ, თუ რომ აქვს. აი ხელშეკრულებებს დებენ, სასხი მეც მქონდა და ალბათ ყველას გვაქვს. ხელშეკრულებებს დებენ ისე რომ არც კი კითხულობენ და ხშირ შემთხვევაში იცით ალბათ ძალიან წმინდად როა დაბეჭდები. კი, ვიცით ეს სპეციალურად არის გაკეთებული, ხა ზოგჯერ არის რომ აი მაგალითად მე სესხი გავაკეთე 5 წუთში და ძალიან დიდი პროცენტით, იმიტომ რომ მამას სიცოცხლეს ეხებოდა და არც წამიკითხია. აი ადვოკატი ვარ და არ წამიკითხია. ანუ მე ხარ რასაც ვსაუბრობ, მე ჩემ თავზე ვსაუბრობ. მარტო საზოგადოებაზე არ ვსაუბრობ, ხო? და აი ეს პრობლემა გვაქვს, რომ სანამ ჩვენ უფლებებს არ ვისწავლეთ, ელემენტარულია, ხო? მე მახსოვს სკოლაში გვასწავლიდნენ ჩვენ უფლებებს და ეხლა საერთოდ იურისტი აღარ სწავლობს თავის უფლებებს და ეხლა არავის არ ვაყენებს შეურაცხყოფას, მაგრამ პროფესიონალის სერიოზული პრობლემა გვაქვს ქვეყანაში. ანუ დიპლომს ვეძახით განათლებას, ამ დროს მე ძალიან ბევრი უდიპლომოვიცი უსაზღვროდ განათლება და პროფესიონალი და უცხოეთში რატომ მიდიან, იცით და უცხოეთის განათლება რატომ მომწონს. იქ აქცევენ ყურადღებას პროფესიონალს. შეიძლება 3 თვეში და 6 თვეში გაგატარონ და აგიყვანონ სამსახურში და აქ აგროვოთ დიპლომები, მაგრამ არ იყო რა იმდონის პროფესიონალი. მაგრამ მასეც არ არის, ახლა ჩვენთან პროფესიონალებიც იჩაგრებიან. ნამდვილად ყველგან იჩაგრებიან პროფესიონალები. ანუ იცი რა არის, ქვეყნის მენტალობაზეც არის დამოკიდებული. ჩვენ ამერიკის მენტალობას ვერ მოვერგებით, ქართველები ვართ რა, კავკასიაო ზოგადად რა. ვერასოდეს, იმიტომ რომ ეს ქართული მენტალობას წაშლა რო უნდათ ჩვენი ქვეყნის, ხო? რო უნდათ ვერ წაშლიან რა. ახლა უცხოეთში თქვენც ყოფილხართ, მეც ბევრჯერ ყოფილი ვარ, ბოლოს 3 თვე ვიყავი და აი სხვანაირად გტკივა რა შენი ქვეყანა. ეს არ აქვს უცხოეთს რა. იმიტომ გტკივა რა. მოდით დავუბრუნდეთ თემატურად იმას, რასაც თქვენ შეეხეთ, საზოგადოებისთვის ძალიან სენსიტიური თემაა ეს. რა თქმა უნდა, ჩვენ როდესაც მოგზაურობთ უცხოეთში, ჩვენ ვუსმენთ ამ ადამიანებს, არა მარტო მე როგორც პროფესიონალი ფსიქოლოგი და თქვენ როგორც პროფესიონალი ადვოკატი, მარტო იმიტომ კი არ არის რომ პრობლემის მოგვარებაზე, არამედ შიგთავში არის მთელი პრობლემების ნუსხა. თქვენ შეეხეთ ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას, ეს არის საბანკო პრობლემა, მე შევეხები სასამართლო პრობლემას, იმიტომ რომ ადვოკატი ხართ თქვენ და ჩვენ გვაქვს ყველა შეხება, მაგრამ წლები გადის და კონკრეტულ კანონზე არანაირი შედეგები არ გვაქვს, ბატონებო და ქალბატონებო, აგერ ადვოკატი მიზის აქ. მე ყველა თემას შევეხები ხოლმე, მოვიყვან ყველა იმ სპეციალისტს, რომელიც მოგცემს რჩევას და ვისაუბრებ დღეად. აი დღეს ზუსტად მე მინდა გითხრათ, რომ არანაირი პოლიტიკის რაკურსი აქ არ არის, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცისთვის იყოს სახე რომელიღაცა პოლიტიკის, ხო, ქალბატონი ინგა, ვიღაცისთვის იყოს ვიღაც სხვა, რომელიღაც სხვა პოლიტიკის სახე, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში ვართ ადამიანები და ზუსტადაც ეს ემოციონალური ინტელექტი, რომელიც ასე მნიშვნელოვანია და მისი თავი და თავი გახლავთ ზუსტად სიყვარული, ურთიერთობა, ერთმანეთის პატივისცემა, ერთმანეთის დაცვა, ერთმანეთის ნდობა, ვერც ფსიქოლოგთან და ვერც იურისტთან ვერ იკომუნიკაციებთ თუ ნდობა არ აქვს. მე ვხედავ ნელა-ნელა, რომ ნდობა ძალიან დაბალ
ხარიცხზე იწევა და ძალიან ბევრი ადამიანს ვუსმენ მე როდესაც სეანსებზე საუბრობენ ისინი რომ გაიმარჯვა ძალამ და არა განათლებამ და არა კანონმა და სამწუხაროდ ჩვენ აგერ თქვენ ადვოკატმა ფანტასტიკურად იცით რომ სამწუხაროდ დღეს თუ ბევრი მილიონები გაქვს მაგ შემთხვევაში შეგიძლია გადაიხადო თავისი ნებისმიერი ჩადენილი ყაჩაღობისთვის ანუ უფლებათა დამცველის მთავარი მოვალეობა ხო არის სიცრუის დაცვა ანუ ადვოკატმა უნდა დაიცვას თავისი კლიენტი როგორიც არ უნდა იყოს ეს და ჩვენ რომლებიც თქვენ ბრძანეთ ჩვენ სხვანაირი სამოსი გვაქვს მორალი სხვანაირი გვაქვს ზნე სხვანაირი გვაქვს სხვა გენის სხვა კულტურის სხვა მიმდევრობის სხვა სიყვარულის მატარებლები ვართ და ჩვენი თაობა ვარ ზუსტად ის თაობა რომელიც გულით ვატარებთ ყველა იმ გაღიმებას ყველა იმ ურთიერთობას ყველა სითბოს და ამიტომაც რომ ხედავთ რომ ჩვენი ხურჯინები დაცარიელდა გარშემო ადამიანები ცივი თვალებით იყურებიან იმიტომ რომ მე მეუბნებიან თქვენ ხომ ხედავთ ქალბატონო ლიკა ეს არის მკვლელი და გამოვიდა ეს არის ნარკომანი ნარკოდილერი და გამოიყვანეს იმიტომ რომ ვიღაცის მეუღლეა ეს და ეს რანაირად ხდება ქალბატონო ლიკა იქნება ამიხსნად და ბანკზე ვისაუბრებ რამდენიმე სიტყვით ბანკს და საავადმყოფო შევეხები აუცილებლად და მინდა რომ აი თქვენი გადასახედიდან ადამიანის გულით ნათქვამიდან მოვიტანოთ ჩვენ საშინელებები ხდება ბანკებში გვთავაზობენ და ხედავთ ყველგან გამწარებულ ადამიანებს რომ არა სხვა ადამიანებისგან შექმნილი ჯანმრთელობის პრობლემა რომ არა მაგალითად ბავშვების შიმშილი ბავშვების ჯანმრთელობის პრობლემა თქვენ მამა დაგეღუპათ იმისთვის გჭირდებოდათ ძმაც და ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური სიყვარული მხარდაჭერა დასაყრდნობი რომ გამოგეცლება ასევე ანყავს მე ოჯახის წევრებიდან არც დედა არც მამა არც ძმა და საშინელებაა რომ როდესაც რჩები ადამიანი მარტოკა და კანონი ისეთია სამწუხაროდ რომ არავის არ წარია სავსეა როგორც რაიონული რეგიონალური ასევე თბილისის საქალაქო თუ ასე შემდეგ სავსეა დაულაგებელი მოუგვარებელი 8 წელია სამოქალაქო საქმეები არ იწყება ხე მე სისხლის სამართლის სპეციალისტია მაგრამ ну მეგობართან ერთად ვარ მიხეილ ელიკაშვილი რომელმაც სხვათა შორის თბილისის საქმე მოუგო ეხა პრეცედენტია უბრალოდ გადაწყვეტილებას რა ვიღებ სხვა გადაცემებში აუცილებლად მოვიტანე გადაწყვეტილებას ამ პრეცედენტი ქალბატონ ლიკა ნიშნავს რომ ეს მოგებული ერთი кейსი ჩემი მეგობრის საქმე მოიგო ნიშნავს რომ სხვებზეც გავრცელდება ანუ ძალიან სერიოზული პროცესი მოიგო ოღონდ დიდი ბრძოლა დაჭირდა ну ხო მოსასამართლო აი ძალიან მაგარი გადაწყვეტილება და აი ზუსტად მაგაზე ვსაუბრებ ხა საზოგადოებას ზუსტად ჩემი გადაცემებიდან სიყვარულის მატარებლები ნიშნავს ჩვენ ადამიანებს მე ქალბატონი გასყოლ თქვენთაგანს ვისაც სიყვარული გვაქვს გულში შემონახული და არავის არ ვათხუნინებთ ძალიან ადვილია გაიყიდო მიიყიდო წახვიდე სხვა ქვეყანაში ასევე გაექცე პრობლემებს მე გავეკეცი პრობლემებს კი ფსიქოლოგი ვარ 16 წელი მუშაობ დღედაღამ ოჯახის ფსიქოლოგად მუშაობ ყველა ასაკის ადამიანთან მუშაობ ყველანაირ უმძიმეს პრობლემაზე იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამეები ჩვენ თვითონ შეგვეხო ან ჩვენ პირადად ან ჩვენ ოჯახის წევრს ან ჩვენს ახლობელს და ამიტომ როდესაც ვხედავთ რომ არ გვარდება ეს პრობლემები მაგალითად ვიღაცას მოუგო სადღაც ხო თბილისითო რომელიღაც ბანკში მაგრამ იცით რა არის ჩვენ თანახმა იმიტომ ვართ რომ 48% ვიხადოთ 40% ვიხადოთ 30% ზემოთ და კიდევ გვატყუილებდნენ თანახმა ვართ იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ აგვაქვს და არ არის ქვეყანაში ხელფასები არ არის დაფასება და ყველაზე მთავარი თუ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის დღეს როგორც არასდროს ისე საჭიროა ბატონებო და ქალბატონებო იურისტის ანუ ადვოკატის ფსიქოლოგის დაზღვევის
და ჯანდაცვის კარგი პაკეტები. ეს პაკეტები აუცილებლად უნდა შედიოდეს და ამ პაკეტებს აუცილებლად ყოველი ჩვენთაგანი უნდა ფლობდეთ, იმიტომ რომ როდესაც მივდივართ ჩვენ კი ბატონო სახელმწიფო აკეთებს გარკვეულწილ რაღაცა პროგრამებს, მაგრამ მე პირადად არაცერთი არ მეხება. ჩვენ ასაკს არ ეხება და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რომელიც სულ სწავლობს და ჩვენი ასაკის ამდენი ადამიანი, რომელიც საზღვარგარეთ, იმიტომ წავიდა და მომვლელად, იმიტომ მუშაობს ან მონად, იმიტომ არის და აგერ მოგესალმებით თქვენ ემიგრაციაში მყოფო ადამიანებო, უმძიმეს სხვა გამოსავალი რომ არ არის, უმძიმეს სამსახურებში არიან და თავად აქვთ ემოციონალური სიმძიმე, ავადობა, სომატური პრობლემები, დეპრესია, ფსიქოზი, საშინელი სევდიანობა და დეპრესია, სუიციდალური აზრები, იმიტომ რომ არავის არ ჭირდება ფინანსების გარდა ეს ადამიანები. მხოლოდ თითქოს დასათვლელია და ჩამოსათვლელია. მაგრამ როგორც ხედავთ ჩვენ ქალბატონო ინგა, ხედავთ რომ არ არის წესით გვაყავს, არ ვიცი, ალბათ უამრავი რაოდენობის იურისტი ყავს ჩვენ. 9800 ადვოკატი ყავს საქართველოს. რატომ არ უნდა იყოს პროფესიონალი სპეციალისტები? საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას აქვს ქალბატონო ლიკას სერვისი, ვისაც არ აქვს საშუალება უფასოდ იცავენ, მეც ახლა 10%-დან 9% უფასო მაქვს. ოღონდ ეს მე თვითონ, მაგრამ ასოციაციას აქვს ეს პროგრამა და ასევე სახელმწიფოს აქვს. ხარისხი როგორია? ძალიან კარგი. აი სახელმწიფოს რო აქვს ეს ადვოკატთა კორპუსი, მინდა გითხრათ რომ მართლა ძალიან სერიოზული, იმიტომ რომ იქ სერიოზული კონკურსები და ის გადის. ანუ იქ არ არის ეს რომ აი საქმე აიღო და რა კი სახელმწიფომ სახაზინო დაგინიშნა, აი ცოდვას ვერ დავიდებ, მართლა ვიცი რომ ძალიან მიხარია, მაგრამ მე ყველა გადაცემაზე უბრალოდ იქ სოციალურ პაკეტებზეა თუ არ ვცდები ეთნიკურ უმცირესობებს ენიშნებათ სოციალურ და ანუ მასიურად არ არის და თქვენ რაც თქვით ეგ ნიშნავს რომ ყველას უნდა ქონდეს ბატონებო და ქალბატონებო კატეგორიები ვართ ჩვენ რომელიც არც იმ მასაკს ვეკუთვნით არც იმ კატეგორიას არც იმ სოციალურად დაუცველებს სინამდვილეში გვაქვს წართმეული სახლები წართმეული ქონება ხელყოფილები ვართ ფსიქოლოგიურად მორალურად უგულებელს ყოფილები დაზარალებული ფიზიკურად და განადგურებული უამრავი ადამიანი ყავს სახელმწიფოში და ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის არა გვაქვს ჯანდაცვის ნამდვილი და წესიერი პაკეტი როგორ შეიძლება სიცხლის ერთი პაწაწონა ანალიზი ამიღო ან ის რაღაცა კონკრეტული კვლევა ჩამიტარო და წამართვა ჯანდაცვაზე ქალბატონიკა რას გეტყვით იცი ძალიან კარგი პროგრამები აქვს სახელმწიფოს მაგრამ პრობლემა იცით რაშია კონტროლი არ არის აი მე მაგალითად ახლა ბევრჯერ მქონია შეხება ხო ჯანმრთელობის გამო ჩემი წარსული რეჟიმთან ბრძოლიდან გამომდინარე ბევრი ოპერაცია მაგ გაკეთებული და თუ პატრონი არ გყავს შემოთქვლა გაგჭრან და გაგკერონ და სახელმწიფოს გამოხრან ეს თანხა ანუ ძალიან კაი პაკეტებია აი მერიაც მაგალითად ახლა მე არ მუშაობ რაღაც ეხა ჯანმრთელობის გამო მქონდა რაღაც და ამიტომ სამსახურიდან წამოვედი და აღარ მუშაობდი და როგორც კი შეიტან გიფინანსებს მაგრამ კონტროლი უნდა უკონტროლოა ეს. კი, გასაგებია. ანუ აი ზოგი ექიმი ძალიან ბევრ ექიმს მადლობას უხდი და დღესაც მეგობრობ და დღესაც ვაკითხავ თუ მაქვს ამის დრო და საშუალება. მაგრამ მასიურად მევახშეებათ იქცა ზოგი რომ აი ოღონდ ფული იშოვონ და გასაჭრელად. მე აუცილებლად ვიტყვი ამაზე. პირველ რიგში დაფინანსება. კი, პირველ რიგში მაგალითად, როდესაც დაფინანსებას ითხოვ ადამიანი და არ ეკავს, გასაგებია რომ ძალიან ბევრი ადამიანი მანიპულაციებს მიმართავს, მაგრამ როდესაც ადამიანი ავად არის, აი მე გადავიხდი იმაში, როგორც დასწრება, მანქანების, ადამიანების თუ ყველაფრის, ხო? მე გადავიხდი კონკრეტულად თანახმავარ, რა თქმა უნდა, იმ სერვისებში, როცა მე ოჯახის წევრ
მამალმა, მეზობელმა, სამსახურში თუ სხვადასხვა ადგილზე ხო ძალადობა განახორციელა და მე საჭიროება მე ადვოკატი, მე საჭიროება მე ფსიქოლოგი, მე საჭიროება ფსიქიატრი, მე საჭიროება დამცველი და ჯანმრთელობისთვის პაკეტი ყველაზე მნიშვნელოვანი და სავალდებულო. დიახ, აუცილებლად ისევე როგორც საგადასახადო დღეს როგორც არასდროს ესე მნიშვნელოვანია, მაგრამ მათ ჩვენგან განსხვავებით მათ რა აქვთ 1% მაქსიმუმი და ზოგიერთ ქვეყანაში არის 5%. 0.005. ყველაზე და არის სიტუაციები, როდესაც იქ თუნდაც ჩვენს საქართველოს მოქალაქეებზე, რომელიც ასეთ გზაბნეულად ვინ ზე არის ხელმოწერილი, იმიტომ რომ რაღაცნაირად თავი დაიმკვიდროს და ვინმე არ გამოაგდეს, იმიტომ რომ ბევრჯერ გამოაგდეს, ბევრჯერ მიაყენეს სექსუალური ძალადობის, ფსიქოლოგიური ძალადობის, რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანი ყავს ჩვენ ტრაფიკინგის მსხვერპლიც, ის რაც ხილულია. აი რასაც ჩვენ ვამბობთ ეხლა მაგალითად აურაცხელი სიტუაცია გვაქვს. გაუგონა რამეზე უნდა გითხრათ. სხვათა შორის ქალბატონ ლიკა მე ვიცი რომ ემიგრანტები ძალიან ერთიანდებიან, ისეთია და აი ზოგი ატყუებს ჩამოდი დაგასაქმე ემიგრანტების თემა. მე ძალიან მაწუხებს და მაინტერესებს. ძალიან კარგი ემიგრანტები ყავს. ყველა ერთიანდება და აი როცა გარდაიცვლება მაგ დროსაც რო გადმოასვენონ და თუ ვინმე ქუჩაში დარჩა, ქართული სული მაინც სხვა არის. მოგითქვათ რომ არ დაგვიკარგავს რა ბოლომდე. მე ვიყავი მათთან სტუმრად და საოცარი სიყვარულით არათუ მიმიღეს, არამედ ჩამიყვანეს და გადამყნე და მე მინდა ერთ-ერთი ქალბატონი თამარ მიქელაძეა, რომელიც არის ძალიან ხშირად ამ ქალბატონს სულ ებრძვიან. მე მაქვს საქველმოქმედო ორგანიზაცია კავკასიონის სინერგია და ბავშვებს ვაპურებ ბევრი წელია და ეს ორგანიზაცია 12 წელია. რამოდენიმე ხანია, რაღაცა წელიწადზე მეტია დაახლოებით, რაც ქალბატონი 2 წელი ხდება შეიძლება, არ ვიცი როგორ შეუძლია ისე ხოლმე ხან თვეში ერთხელ ხან თვეში ერთხელ ხან რაღაცნაირად გვიგზავნის დაუყვედრებელი ნამდვილი სიყვარულით ეტყობა. რამოდენიმე ადამიანია ისეთი, რომელიც გვეხმარებიან ხოლმე და ეს ადამიანები იცით რა გაუსაძლის ცხოვრებაში და 7 წელი ითმენდა რომ წესიერად არ ესაუბრებოდნენ, ხომ წარმოგიდგენთ, ყველა ემიგრანტის მიღმა არის საოცარი ტკივილი და იქ იმიტომ არიან წასულები, მათი ოჯახის წევრებსაც ეტყობა, სიყვარულით სავსეები, თბილები, მნიშვნელოვანები და ეს ქალბატონი კი არა აგროვებს ტომარებში და სხვა ემიგრანტები ყვებიან ჩვენ მოძღრავენ, ვის უნდა ვარჭამოთ, ვის არ უნდა მივცეთ, ვის უნდა გადაუხადოთ და მხოლოდ და მხოლოდ საუბრობენ. მათი გამოგზავნილი არაფერი არ გვინახია ჩვენ. დიახ, და ზუსტად ქალბატონ თამარს მე იმიტომ გამოვყოფ ახლა, რომ ძალიან ხშირად სიკეთის და სიყვარულის გამკეთებელი ადამიანები, ვინც ამ ემოციას ვატარებთ ყველა, თამამად მინდა ვთქვა, რომ არასოდეს არავისთვის არ დაგვიყვედრებია, დიდი სიყვარულით ვაკეთებთ და ვაკეთებთ. მაგრამ არის რაღაც იცით, რაც ვიღაცა ინიღბება იმ ემიგრანტის იმ სამოსში იმნაირადვე და მეც ვაპურებ, მეც ვაგზავნი, როდესაც თავისი ოჯახის წევრებს უგზავნის, ის ამბობს, რომ ვიღაცებს აპურებს. სხვადასხვა ძალიან დიდი წილია ემიგრაციიდან წამოსული თანხა, მაგრამ ეს გულნათკენი ადამიანები რომ ჩამოვლენ, თქვენ როგორ მეტყვით, იმედი გაუცროვდებათ თუ არა, რა გაერთიანება არის ასეთ, იმიტომ რომ მე პოლიტიკას არ ვეხები საერთოდ, იმიტომ რომ არაპოლიტიკოსი ადამიანი ვარ და ფსიქოლოგის პროფესია და იურისტის პროფესიაც ეს არის ნებისმიერი ასაკის და ნებისმიერი კონფესიის, ნებისმიერი პროფესიის ადამიანს და ნებისმიერი პოლიტიკური მწამსის, როგორიც არის ჩვენი დახმარება ის არის, რომ ფსიქოვენტილაცია თუ მისთვის მნიშვნელოვანი სერვისის გაკეთება, რომ დახმარება მიიღოს ჯანსაღი და ნორმალური, აი ეს იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი და თქვენ მე რასაც ვუსმენ, მათ ძალიან ერთმანეთთან ძალიან ხშირად სპორობენ და ძალიან ხშირად გამიგია მე ამას ქალბატონი დავაჯილდოვე, რა თქმა უნდა, სიკეთის ელჩის ტიტული აქვს ამ ქალბატონს დამსახურებად. დიახ, ვიცი მე ვიცნობ. დიახ, და არიან ადამიანები, ვინც და დიპლომები ჭირდება, წარმოგიდგენია თქვენ და
ბატონებო და ქალბატონებო, მე მაქვს ორგანიზაცია კავკასიონის სინერგია, მაქვს უამრავი რეგალია, ვარ ბავშვთა უფლებათა დამცველი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, სოციალური ფსიქოლოგიის ლექტორი, კერძო ფსიქოლოგი, მუშაობ ყველგან და ყველაფერში, მაგრამ სამწუხაროდ ჩემნაირს და ქალბატონ ინგასნაირ ადამიანებს არ გვაქვს ეს მაღალანაზღაურებადი ხელფასები სახელმწიფოსგან არანაირი, არ ჩართულობა არ გვაქვს არანაირი სახელმწიფოსგან. თქვენ თუ გონიათ რომ ჩვენ მე გამიგია ხშირად ხან ვიღაც მეუბნება რომ იმის ხარეზე ხარ ხან ვიღაც მეუბნება მე ხვდებიან რომ არ არის ეს მხარეობა და რაღაცა იმიტომ რომ სიყვარულის ბევრი რაღაცა დამაბრალეს რომ იყიდეს სახლები მატარებლები ადამიანები ვისაც იმისათვის რომ ფინანსის იმდენი ნაწილიც კი ეს წესიერებაა ბატონებო და ქალბატონებო და ზნეკეთილობა ფინანსების ის ნაწილიც არა გვაქვს გადადებული იმიტომ რომ მე გავცემ ეს გასცემს ის სხვადასხვა საჭიროებებისთვის ჭირდება და როცა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენს უკან გვეუბნებიან თქვენად უნდა მოიქცე ჩვენს უკან არავინ არ დგას ის გრანტებიც ისევ ნაწილდება იმ რეგიონებში იმ ადამიანებში ის ხელფასებიც ისე ნაწილდება მე გული მტკივა ნამდვილად მაგრამ ყველა თემებს უნდა შევეხოთ ზუსტად იმიტომ რომ დღეს პატარა ბავშვსაც კი ვერ მოვატყუილებთ ქალბატონო ინგა და რა გჭირდება ჩვენ ყველაზე ძალიან გჭირდება რომ აი რომ დაგეღუპა ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანი დედა დამეღუპა მამა დამეღუპა ძმა დამეღუპა დაგეღუპათ ოჯახის ორი უძლიერესი წევრი და არ გაქვთ და უნდა ვიხადოთ თუ კი ჩვენ არ გვაქვს ეს გრანტები და ეს ხელფასები თუ კი დამნაშავე სახელმწიფო მაღალ რეგალიებზე სახელმწიფო მაღალ თანამდებობებზე მუშაობს და არის მუდმივად სულ გთამების აღებაში და ძალიან ღია და შანტაჟი მათგან და ძალიან ღია და თუ კი ფულებს იმიტომ ამარაგებთ რომ ჩავარდეს რა უჭირს ახლა გადაიხდის იმ გამოსაშვებსაც იმ აუცილებლად რაც საჭიროა და კლასიკური მაგალითია ბასლაინებზე ჯარიმაზე 5 მილიონი შევიდა იმიტომ რომ დიდარს აქვს არ ღვევს ბასლაინზე და ანუ კანონი არ მუშაობს კანონი მე მინდა ფულს ვიხდი და ვარ ღვევ ხო ეს როგორც ნასვამზე ავარიებია რაღაც კატასტროფა სტატისტიკა გვაქვს საშინელი ინგა იმაზე რომ ხარისხი გჭირდება პატიოსნება და სიყვარული სადაც ერთგულება პატიოსნება ხარისხი და განათლება ჩამოართვან მართვის მოწმობა 3 წლით და ნახავ ბასლაინზე გადავლენ თუ არა ფულის მაგივრად ჩამოართვან ეს რეგიეგარი აი ზუსტად ეს არის ძალიან ბევრი ავარია და ჯარიმები არ და ნასვამიზის აბსოლუტურად ნასვამი არ ეს ეგ იმას ნიშნავს რომ სახელმწიფოს აინტერესებს მხოლოდ ის რა შევა რატომ არის დაშვებული ქალბატონო ინგა ამდენი მარიხუანა მოსაწევი რატომ არის ასեղიად ამდენი ბავშვი განადგურებული ამდენი სუიციდი იქნებ გითხრათ აი მოკლედ რატომ არის ამდენი რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ადამიანებმა მე საერთოდ მაგ ნარკოტიკების ის რომ შეამსუბუქეს ძალიან წინააღმდეგი ვიყავი სკოლაში მე ადვოკატი ვარ და პატიმრობის მომხრე ისე არასდროს არ ვიქნები ზოგადად მაგრამ რატო ვიყავი იცით წინააღმდეგი ჩვენ ყველაფერი გვყვარს ბევრი აი ელემენტარულად ქართული სუფრა ავიღოთ რა სანამ არ წაიქცევიან არ ჩერდებიან ინდეს ხო იგივე დაემართათ ნარკოტიკზე არა ყველა ღმერთმა დაგვიფაროს მაშინ მარიხუანა დღეს ჩვეულებრივ ზოგს აქვს როგორც სიგარეტი და ხა ფსიქოლოგი ბრძანდებით მე ძალიან ახლო შეხება მქონდა ხო ხა ადვოკატი ვარ დიახ რა თქმა უნდა აბსოლუტურად ყველას უწერია ხომ მკურნალობენ ის შიზო ან დიაგნოზები აქვს და მე სასმოს ხო ურევენ და საერთოდ სხვაგან არიან აი რატო ხდება ამდენი მკვლელობები და ძალადობები ოჯახში მე მქონდა საქმე შვილს მოელანდა დედა სატანად და რო არ მიესწრო ხო ჰალუცინაციებს იწვევს რო არ მიესწრო ოჯახის წევრს ჩვენ მოკლავდა და მე გონზე რომ მოდიან უკვე თვითდაზიანებას აი მაგაზე აუცილებლად ვიტყვი მე არც სარეაბილიტაციო ცენტრი გვაქვს და
ჩემო ბანში მაგალითად 5 ახალგაზრდა გარდაიცვალა ამ წელიწად ნახევარში. მე ხა შვილი არ მყავს, მაგრამ რა მნიშვნელობა ხალხს მიშვილი მყავს და ტკივა ჩემი სამშობლო, იმიტომ რომ რაც დავიბადე სამშობლოსთვის ვიბრძვი და მე არ სიამოვნებს ძინარე ხალხის ცხოვრება, სწორად გამიგეთ. არსად აღარ დავდივარ, იმიტომ რომ სუფრასთანაც სადმე რომ მიდიხარ ხინში, ღვინის მაგრად გადიან და პანის უნად ყავს ყველა. აი ჩვენ დრო არ გაგვეპაროს და ჩავეტიოთ ამ დროში, ამიტომ მინდა ქალბატონო ინგა ხაზი გაუსვა გულნატკენი აი ამ თემის, იმიტომ რომ ჩვენ გულგრილობა არის ბოროტება, ბატონებო და ქალბატონებო. ჩვენ თუ ერთმანეთის ბრძოლით კი არა, შენ იმისტი ხარ და შენ იმისტი ხარ არა, მე ვერ ვხედავ საქმეს. მე ძალიან სამწუხაროდ ვაჟას სიტყვები დღესაც აქტუალურია ამდენი წლების მერე, რომ ქართველო გიყვარდეს ქართველი და საქართველო ამ უკანასკნელს შენთვის არა დაუშავებია რაო. სამწუხაროდ ვაჟას ყველა შედევრი დღეს არა, მე უბრალოდ ვაჟა ძალიან მიყვარს ალბათ. კი ბატონო. ნებისმიერი ნაწარმოები. იცით რა არის ქართველს ერთმანეთი რომ გიყვარდეს ყველას, ხო? აი სულ სხვაგან ვიქნებოდით რა, მოდი სულ სხვას ნუ დავაბრალეთ. სულ მთავრობას და სულ ოპოზიციას და სულ ვიღაცას ნუ დავაბრალეთ. ერთმანეთს ვერ ვიყავ ხალხო. უცხოეთში ჩავდივართ, ქართველი ქართველს ვნებს. აი უცხოეთშიც ქართველი ქართველს რასაც უკეთებს, იმას უცხოელი არ გაუკეთებს. სულს. და ჩვენ გვინდა რომ ჩვენ ჩავიდეთ ყველგან, ანუ კონტინენტი არ არსებობს და სახელმწიფო სადაც ქართველები არ ვართ. და ჩვენთან რომ ჩამოდიან ვერ ვიტანთ ვერავის. ნუ ლოგიკა სად არის? მე გეტყვით თქვენ ახლა ლოგიკას მაგისას. მე ვსწავლობდი ბავშვობიდან 16 წლიდან იქ გავხდით 16 წლის ვსწავლობდი ბალტიისპირეთში და ძალიან ბევრი ქართველი ადამიანი იყო, მაშინაც ვსწავლობდით იქ, იმიტომ რომ იყო ყოველთვის კორუფცია და იქნება ყოველთვის კორუფცია. ნუ ეს ყველა ქვეყანაშია, თქვენ არ იცით ამერიკაში და საბერძნეთში რა ხდება. თითით საჩვენებლები, იმიტომ რომ ჩვენი საქართველოს სახელი ვიყავით. ვსწავლობდით ყველა, ძალიან წყნარად ვურთიერთობდით. ის რაც დღეს ხდება, გინება ხოცვა სხვადასხვა ადამიანებისგან გადამდები, ამდენი დაავადება, ამდენი განადგურებული და გაუპატიურებული და ნებითაც გაუპატიურებული მოზარდები, სკოლები, ასე ხელაღებით გაუკონტროლებელი მეძავები, რომლებიც ავადებენ ზუსტად იმ ახალგაზრდებს, რომელიც ჩვენ ქართულ ჯის და გენს, რომელიც ისია გადაგვარებული, მიბრძანდით საავადმყოფოებში, ბატონებო და ქალბატონებო, იმის გარდა, რომ არ გვაქვს ნამდვილი პაკეტები და ჩვენ ეს, მე მაგიტომ საუბრობ ამაზე, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, აუცილებლად სახელმწიფო დონეზე და მიმართავ სახელმწიფოს. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის ჯანმრთელობა. თქვენ თავადაც, როდესაც ძალიან მძიმე სიტუაციებში მუშაობთ, ცხოვრობთ, თქვენი ოჯახის წევრები, თქვენი შვილებიც, რომელ სკოლაშიც გინდათ, რომელ ძვირფას სკოლაშიც გინდათ, ან უნივერსიტეტშიც გინდა წაიყვანოთ, ან რომელ სახელმწიფოშიც გინდა წაიყვანოთ, თქვენი უბანი, როგორ უბანშიც გინდა წაიყვანოთ, ყველას აქვს დღეს სხვადასხვანაირად გამომუშავებული ფული და იმ კორპუსში შეუძლია ზუსტად იმ ფსიქოლოგიური პრობლემის, ფსიქიატრიული პრობლემის, სექსუალური აღძრის, სხვადასხვა გადახრების ადამიანმაც კარის მეზობლად იყიდოს თქვენთან და შეუქმნას საფრთხე და ცუდი ნებისმიერი ნაწარმოები, ნებისმიერი ფილმი თუ ნებისმიერი რაღაცა ჩვენ კარგი კუთხიდან უნდა დავინახოთ. ჩვენ უნდა მოვაწესრიგოთ თუ არა ეს რომ ამ რატომ შემოდის ამდენი უცხოელი? ჩვენ რომ გავდიოდით, ყველა ადამიანი თავის სხეულის ჰიგიენას, ფსიქოლოგიურსაც რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის ჰიგიენა, მოსაწესრიგებელი. ამდენი უროლოგიური პრობლემა, ამდენი არალური სექსი, ამდენი დაბინძურებული და ერთმანეთის ღალატი. რატოა, ქალბატონო ინგა? მოდით მაგას ახლა სოციალურ ცხოვრებას ნუ დავაბრალეთ, იმიტომ რომ დღეს საქართველოში ცხოვრების დონე ძალიან მაღალია. როგორი? დღეს რო საქართველოში ხალხმა ფული იშოვა, ლიკა, გავსი, ერთეულმა არა, მოდი ვთქვათ, რომ დარჩენილია 10% ლიკა. მაღაზიებს გადავხედოთ წინა სახალხო. ხო დავდივართ ეხლა რა. კი ბატონო, დავდივართ, მაგრამ დამიჯერე ლიკა 10%-ს თუ უჭირს. დღეს საქართველოში ხა ადვოკატი ვარ და ბიზნეს შეხვედრებს ხო ვუყურებ. გაგიჟდები შენ. არა, მე გეუნები ხა სერიოზულად უხატაკესი მდგომარეობა. ის აი როდესაც ბავს კალათა არა აქვს და როდესაც არ მიუღია. ეგ არის 10% ლიკა, დამიჯერე რა.
ვერ დაგიჭირე. ესე იგი, ეხლა სტატისტიკა ვნახე უცხოეთში მოგზაურობაზე. უღარიბესი მდგომარეობა, არა, უღარიბესი ერთხო და მაგ პროცენტს გეუბნები. უმუშევრობის, როდის შეიძლება, როგორ შეიძლება რომ ადამიანმა აი ჩვენ ლიკა უმუშევრობაზე რას გეტყვი? იცი მე მეზობელი მყავს სოციალურად დაუცველია რა. შესთავაზეს 1200 ლარიანი სამსახური და არ წავიდა. ეს ინდივიდუალურია. არა, ინდივიდუალური არ არის, ეს კანონი უნდა სჯიდეს. მე მახსოვს ბავშვობაში ბოდიში და აი ბირჟას რო ეძახდნენ. იქ რო იდგა ვიღაცა ან არ მუშაობდა, სჯიდა დაინტერესებული იყო ყველა რომ იმიტომ რომ ეხლა რას ქვია კაცო 300 ლარია ხო მე მგონი სოციალურად მე არ ვიცი რამდენია მეც არ ვიცი ეხლა მაგრამ სახელმწიფოსგან გადის ძალიან ბევრი ფორმატის მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი იღებს ტყუილად მაგრამ მე სხვა რამე მაგრამ აი მანდაც რა პრობლემაა ვიცი რატო არ მიდის ლიკა სოციალურებს აქვთ რაღაც პაკეტები შენ წეგან ჯანდაცვა აი ხელფასი რო ავიღო ის ჯანდაცვის მომეხსნება აი ზუსტად ის პრობლემა რაც შენ თქვი ის ჯანდაცვა რომ მოწესრიგდეს ის 1200 ლარიან სამსახურში წავა შეიძლება თუ არა ქალბატონო ინგა რომ სახელმწიფოში მოგვისმინონ იმ ადამიანებს თქვენ მე პატიოსან წესიერ ადამიანებს რომელიც ნამდვილად შემუშავებული თავისი ჯანსაღი ემოციონალური ინტელექტით არის მზად თავისი პროგრამებით იმისათვის რომ როგორ არ მოიპაროს პური ბავშვმა მოზარდმა როგორ არ მოიპაროს წამლის ფული და როგორ არ იყოს გამხდარი მე ბევრი წელია რაც საუბრობ ამაზე ძვლებ დათხელებული მამაკაცები ძალიან ბევრი ადამიანი დაიხოცა ალკოგოლის იმაზე ამაზე ფაქტიურად დანარჩენი ვინც არის დარჩენილი ეხლა კანონების და წესებით სწორად სწავლებამდე სწორად სწავლებამდე მნიშვნელოვანი არ არის რომ ადამიანმა გავარქვათ კი კანონები კარგია უბრალოდ კანონი და კანონობდეს და კანონებულ უკანონობაში მარტო ჩვენთან არა ყველაზე დიდი პრობლემა არის შერჩევითი სამართალი ქალბატონი ზუსტად სახელმწიფო ვერასოდეს ვერ შედგება სანამ შერჩევითი სამართალი არსებობს ნამდვილად გეთანხმებით მაგრამ საიდან უნდა მოვიყვანოთ ჩვენ ის ადამიანები ვინც თავისი ნათესავების მეგობრის კლასელის მასთან უნდა ავწევთ ახლა იცით რა არის ჩემი ნათესავე თუ ხარ შენ და სადღაც ხარ მე რა დავაშავე მე რატო არ მე არ ვიცახი რომ დააშავე პროფესიონალები მაგრამ ბიძაშვილი მამიდაშვილი იმისი და შეიძლება მე ვიცი ნუ ერთ სივრცეში არ უნდა მუშაობდნენ კატეგორიას ადამიანებისას ქალბატონო ინგა რომელიც არც იკარებს ახლობელს და ნათესავს საოცარ პროფესიონალს ახლოს მე ვიცნობ როგორც სკოლის დირექტორები ასევე ავადმყოფოში ასევე ჯანდაცვაში თუ კვებაში თუ ნებისმიერ ადგილზე მაგრამ სამაგეროდ გადასარევად კარგად იღებენ ქრთამებს და ძალიან კარგად და ღიად ყველა ხედავს არათუ პატარა ქრთამებს და საკმაოდ კარგად მანიპულირებს კანონების სახელით მე ჩემი გადაცემიდან ბატონებო და ქალბატონებო დღეს ცოტა ესეთი ძალიან მიყვარს მე ქალბატონი ინგა ძალიან წესიერი ადამიანია თუმცა მას სხვადასხვა იარლიყები აქვს ხოლმე მიკერებული ხანდახან როგორც თვითონ ბრძანა რომელიმე იმის მხარეზე და ამის მხარეზე ჩვენ ყველა ვართ ქალბატონო ინგა ხალხის მხარეზე და ჩვენ თუ კი ჩვენი ხალხი თუ კი ჩვენ ყოველი თქვენთაგანი როგორც ემიგრაციაში მყოფი ესე საქართველოში მყოფი არის ჯანმრთელი სულის ჯანსაღი ემოციონალური ინტელექტის და მოგცემთ საშუალებას ჩვენ ერთმანეთის არაგულგრილები ვიყოთ და ბოროტებები გავამრავლოთ არა გშურდეს რომ ვიღაცამ და მარტო ერთ ვინმე დავესხათ თავს იმან ფული რატომ ესა საერთოდ არ აძლევთ თქვენ არავის არც ერთ ბავშვს ფულს 14000 ოჯახი მყავს დაპატიჟებული და მოდი მანახეთ რომელიმე დღეს ვიყავი ერთ-ერთ სასტუმროში holiday inn-ი ქვია და მათ მენეჯერებს ველაპარაკე რომ წინა საახალწლო ბავშვებისთვის მე კავკასიონის სინერგია ყოველთვის ვაკეთებ და ძალიან ბევრი ვალი მაქვს მაგისთვის აღებული და მე არა მაქვს არც სახლი არც მანქანა და ვაკეთებ უამრავ საზოგადოებრივ პროექტს ძალიან ბევრ რამებს და არც დანაზოგი არა მაქვს და იქნება ამიხსნათ მე პროფესიონალ ფსიქოლოგს როცა ამდენი მშიერი ამდენი დაავადებული ადამიანი ყავს ამდენი გაბოროტებული ადამიანი მუშაობს იმ სასტუმროებში იქნება დაბალ საშუალო თუ მაღალ თანამდებობაზე როცა ვეუბნები რომ მონაწილეობა რომ იყო ძალიან გამიხარდება და ჩვენ არა ვართ დაინტერესებული ასეთი პროექტებით და ყველას მოგმართავთ ნებისმიერ საწარმოს
რამოდენიმე კვერცხი და რამოდენიმე რაღაცა რომ მოგვიტანეთ იქ და დიდი დიპლომებით რომ გადმოგეცით, მე მოგმართავთ ყველას. კოდა ხართ თუ ნებისმიერი სხვა ხორცს პროდუქტი თუ სხვა მაღაზიების ქსელებში ისე ირღვევა ბავშვების უფლებები. იქნება მითხრათ, ყველგან ირღვევა ბავშვების უფლებები და ეს დანგრეული ჯანსაღი, არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანები, რომელსაც ამდენი არ აქვთ, ამდენი მინდაზე უნდა დაითმინო აქვთ, რომელსაც ამდენი მოვიდა ეს თაობა 30 წელია ეს ამბავი ხდება. აი წერან თქვით რატო გაედინებიან? ვიცით რატო გაედინებიან? აი ეს არ მინდა ეხა მაღაზიები დავასახელო, ქსელურებია, ხო? 400 ლარს და 500 ლარს ხო უხდიან, ზოგი ალბათ 600-700-საც და 20-30 კილოიან იმას აზიდინებენ და ძალიან ბევრ ან რა შვილი უნდა ეყოლოს მე იმ ბავშვს და ზუსტად და მე მინდა თქვენ ასე დაგემშვიდობოთ მე და ქალბატონი ინგა ცოტა გამოცოცხლდით სიყვარულით აივსეთ უფლის ნდობა და პატივისცემა არ დაკარგოთ საკუთარი მე საკუთარი პირადი მე და სელფი მოვძებნოთ გადასარევად ბრძანა საკუთარი თავი უნდა შეიყვაროს საკუთარი თავს პატივი ვცეთ რადგან არ გვიხდის შესაბამის ანაზღაურებას უამრავი საშუალებაა მოვძებნოთ ისეთი რომელიც სტრესს კი არა სიამოვნებას მოგვიტანს და ჩვენ ფულს თავად დავხარჯავთ ხოლო სახელმწიფოში ძალიან ბევრი ღარიბი დაჭირებული ადამიანია და ჩვენ ცუდი კი არ უნდა მოვძებნოთ კარგი უნდა მოვძებნოთ მხილება ნამდვილად კარგია და შეიძლება ხოლო ჭორაობა და თავდასხმა და აგორება რაღაცეების და ცილის წამება საშინელი და სპეციალურად მოწყობილი ცილის წამებები არის ცუდი. ჩვენ ერთმანეთს გვერდით უნდა დაუდგეთ ახალი წელი მოდის. მე გამოვაცხადებთ ჩემს ტელეფონებს. შეგიძლიათ მომწეროთ ჩემს გვერდზე სოციალურ ქსელში. შეგიძლიათ გადაცემის ქვეშაც ჩემი ტელეფონები გახლავთ 555 727 767 597 17 27. მე ოჯახის ფსიქოლოგი ლიკა ბებურიძე გახლავართ ჩემი საავტორო გადაცემით და სიყვარულის მატარებლები არის ის რომელიც პატიოსან წესიერ ადამიანებს მაგალითებით თავისი მაგალითებით რომ ცოცხლებიც ვართ, ჯანმრთელებიც ვართ, მოგეფერებით კიდეც, გაგიკეთებთ კიდეც, მაგრამ პროფესიონალის მთავარი სერვისი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი. შეხვედრამდე ვიყურეთ ყოველ შაბათს საღამოს 6 საათზე. მადლობა ქართული ტივის დირექციას რომ გვაძლევს საშუალებას სიმართლეზე ვისაუბროთ ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ნახვამდის.